ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება, კულტურული მემკვიდრეობა განადგურებისა და მითვისების უმძიმესი საფრთხის წინაშე დგას. ამის მაგალითია შავი არქეოლოგია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში. ტერიტორიაზე, სადაც მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები და არქეოლოგიური ნამოსახლარებია კონტროლის არარსებობის პირობებში, წლებია ინტენსიურად მიმდინარეობს უკანონო არქეოლოგიური გათხრები. მოპოვებული არტეფაქტები, უძველესი მონეტები, სამკაულები, იარაღები და სხვა იშვიათი ნაკეთობები საქართველოს ისტორიულ კონტექსტს სცილდება და ძირითადად უცხო ქვეყნების შავ ბაზარზე იყიდება. არტეფაქტების გასხვისების შესახებ ინფორმაციას, ფოტო და ვიდეო მასალას სხვადასხვა აფხაზურ ტელეგრამ არხებზე თავად აფხაზები ავრცელებენ. აღნიშნული პროცესით ნადგურდება არა მხოლოდ კონკრეტული ნივთი, არამედ მის ირგვლივ არსებული ინფორმაცია, რაც მეცნიერებისთვის ფასდაუდებელია. შავ არქეოლოგიასთან დაკავშირებით ისაუბრა გადაცემა სოხუმი თბილისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დასვის სამსახურის უფროსმა ნონა ქარაიამ. რუსები იღებენ ამ დაფინანსებას თავის თავზე, აფინანსებენ ამ არქეოლოგიურ ჯგუფებს, რაღაცას რო იპოვიან, ჩუმად ყიდიან და ყველაფერს არაჩვენებენ, ამის გარდა ოფიციალურად რასაც ვერ დამალავენ, რესტავრაციის მიზნით რო აფხაზებს არყად სპეციალისტები და ჩვენ გავუკეთებთ რესტავრაციას და დაგიბრუნებთ, გააქვთ რუსეთში და მე იქიდან 20%-იც არ ბრუნდება. ანუ მნიშვნელოვან ნაწილს თვითონ იტოვებენ. ასე მაგალითად სრულიად შემთხვევით რამდენიმე წელი წინ ნახეს სორბის აუქციონზე. ცანდრიფშის ვერცხლის თასი. თავიდან თუ აფინანსებდნენ ამ არქეოლოგიურ გათხრებს. ახლა მაგალითად შეაშენ იყო ჯგუფი ისევ რუსეთიდან ჩამოსული, არავინ არ გააფინანსა, არც რუსულმა მხარემ, არც აფხაზურმა, თავისი ოჯახის სახსრებით ჩამოიყვანა თავისი შვილები და აწარმოებდა გათხრას. რატომ ახლა ეს ხო ხარჯებთან თან ადგილობრივ მოსახლეობას ხო იხმარ მარტო შენ ხო ვერ გათხრით რამდენი ჯგუფი უნდა აიყვანო მუშების. იმიტომ რომ მას უღირდა ის. რაც მან იპოვა, მან თან წაიღო. თვითონ აფხაზებმა დააყენეს საკითხი, აი როგორი მნიშვნელოვანია. გავშვები პუნქტის გაკონტროლების, რომ არ გაიტანონ კულტურული მემკვიდრეობის აი ეს არტეფაქტები. რომ გაგაქვს ეს თუ სპეციალისტი არა, რა იცის ეს კულტურული მემკვიდრეობა. სპეციალისტები არა ყავდა, ზუსტად მაგას იძახიან, რომ აუცილებლად უნდა დავაყენოთ სპეციალისტები. უკვე იმდენად ბევრი გადის, რომ აუცილებელია მუდმივად ერთი სპეციალისტი იდგეს. ქართველი არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო საქმიანობა ხშირად სცილდება უბრალო მატერიალურ გამდიდრებას. არქეოლოგიურ მონაპოვარს იყენებენ ისტორიული ფაქტის გასაყალბებლად და ქართული კვალის წასაშლელად. ისტორიკოსი დავით ლომიტაშვილი, რომელიც არაერთხელ ყოფილა აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი, ამბობს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქ არაერთი სამარხი და არქეოლოგიური ძეგლი გაიძარცვა. 1916-1980 წლებში ბედნიერება მქონდა მე მუშავა ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში და დღეს იმ თითოეულ ადამიანებს წარმოვადგენ, რომლებსაც საკუთარი თვალით და საკუთარი ასე ვთქვათ შრომით აქვთ ის მასალა ამოღებული ბიჭვინთის ნაქალაქარის კულტურული ფენებიდან, რომლებიც დღეს პირდაპირ გეტყვით დამალულიც არის. მაგალითისათვის შემიძლია გითხრათ, მე მახსოვს, როდესაც ბიჭვინთის მუზეუმი კეთდებოდა, ერთ-ერთ კუთხეში მამაშვილი თოდუები აკეთებდნენ ამ მუზეუმს, თბილისიდან ჩაყვანილი სპეციალისტები, ანტეფიქსების, ეს არის ეკლესიის ბოლო ფრიზის დამამთავრებელი დეკორატიული შემკულება, ასობით ელაგა. დღეს ეს ყველაფერი გამქრალია, არაფერი არ ჩანს. მაგრამ ეს კიდე არაფერია იმასთან შედარებით, რაც დღეს და არა მხოლოდ დღეს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან განსაკუთრებით მძაფრად განვითარდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მეცნიერი ამ პროცესს უფრო საშიშ კონტექსტში განიხილავს და მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში შავ არქეოლოგიაზე უფრო საშიშად შესაძლოა პოლიტიკური არქეოლოგია იქცეს. შავ არქეოლოგია ორი თვალსაზრისით უნდა განიხილოთ. პირველი, ფინანსური შემოსავლების წყარო, იმიტომ რომ ეს არ ღირსია ეს ნივთები, რაც გვარიანად და მით უმეტეს თუ კარგ სამაროვნებს წააწყენ და ისეთ იმას არ გამორიცხოთ ოქროს, არ გამორიცხოთ ძვირფასი ლითონების გამოვლენის შემთხვევები და ეს ასე ვთქვათ მათთვის არის როგორ გითხრათ, როცა რუსეთმა შეზღუდა დაფინანსების საშუალებები და მათ შორის ეკლესიებისთვისაც, დღეს მათ ერთადერთი ალბათ ყველაზე შემოსავლიანი მიმართულებად რჩებათ ის არქეოლოგია, რომელიც აფხაზეთი არის
აი გაძეძგილი რასაც იტყვით რა, აი სადაც ბარს არ დაარტყავთ, ყველგან არქეოლოგია. იმიტომ რომ თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა ისეთი აქვს, რომ აი წარმოუდგენელი რაც ნიშნავს და მეორე გარდა ფინანსური შემოსავლებისა, ეს არის პოლიტიკური მდგენელი მისი. პოლიტიკური მდგენელი თუ, რა თქმა უნდა, მღვდელმთავარი იქნება ვიღაცა თუ კერძო პირი იქნება თუ ფინანსური ტიპი იქნება, ეს ფინანსურად ძლიერი ტიპები იქ იქნებიან მხოლოდ რუსულ ფულზე დაყრდნობით. რაც ნიშნავს იმას, რომ ამის საპირწონეთ მათ რაღაცა დავალებები აქვთ მიცემული. რა არის ეს დავალებები? ამოაქვთ ეს მასალა აფხაზეთის მიწიდან და სადღაც მიდის. ეს გვიან გამოყოფს თავს უეჭველი და გვიან დაიწყება ამაზე ლაპარაკი. გამომდინარე მოვლენებიდან შეიძლება ვთქვათ, რომ შავი არქეოლოგია აფხაზეთში მხოლოდ კრიმინალური ქმედება არაა, არამედ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტიც, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული მეხსიერების დამახინჯებას და ქართული კულტურული კვალის მიზანმიმართულ განადგურებას და დეოკუპაციამ და საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა უნიკალური მემკვიდრეობის გადასარჩენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.